გამოვიდა ეგეთი დადგენილება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში აიგრძალოს ქართულად ლაპარაკი. ქვემოთ განმარტება იყო. საზოგადოების თავშეყრის ადგილი არის ის ადგილი, სადაც არის 2 ან მეტი ადამიანი. ანუ საქართველოში 2 ადამიანს ქართულად ლაპარაკი ეკრძალებოდა და უნდა ელაპარაკათ რუსულად. აი აქაც მოძებნა ილია ჭავჭავაძემ გამოსავალი, სპექტაკლი უკვე გამზადებული ჰქონდა და გადაწყვიტეს, რომ ცოცხალი სურათებით, ანუ მონჯურად წარმოედგინათ სპექტაკლი. და ბიაზის ოთახში, სადაც ხმა გამოდიოდა, იმიტომ რომ ბიაზი არის ძალიან თხელი ნაჭერი, დასვა ბარბარე ჯორჯაძე, რომელიც ხმამაღლა კითხულობდა იმ ტექსტს, რისი შესატყვისი მოქმედება სცენაზე თამაშობდა და რომ შემოვარდა ჟანდარმერია ილიას დასაპატიმრებლად, ილიამ უთხრა, ჩვენ კანონს არ ვარღვევთ, იქ წერია 2 ან მეტი ადამიანი. ბარბარე ჯორჯაძე კი მარტო ზის ოთახში და კითხულობს ტექსტსო და ხმის რეგისტრზე დადგენილებაში არაფერი წერიაო და აი ასე. ნაბიჯ დაიწყეს ქართული თეატრის და აქედან გამომდინარე ქართული ენის პოპულარიზაცია ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამედროვეებმა.